მოგეხსენებათ, რომ 4 ოქტომბერს პირველად საქართველოს ისტორიაში ტარდება ეროვნული კრება. ჩვენ, როგორც კონსტიტუციაში გიწერია, როგორც კანონში არის, ასევე მივმართეთ მერიას და შევატყობინეთ. არ ვიყავით ვალდებულები, რომ მოგვეთხოვა ნებართვა. შევატყობინეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა ატარებს ეროვნულ კრებას და გვინდა, რომ 4 სცენა დაიდგას თავისუფლების მოედნიდან, შემდეგ მეორე სცენა რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან, მესამე ოპერასთან, მეოთხე კიდე რესპუბლიკის მოედანზე. ასე რომ ეს ჩვენ შევასრულეთ კანონიერად, მაგრამ მივიღეთ ისეთი პასუხი დღეს, რომ ძალიან ბევრი შეიკრიბებითო და ერთი სცენა დადგითო. და ეს ზუსტად ციტირებ ახლა რა წერია ამ განცხადებაში. ესე იგი ჩვენი შეხვედრა, ჩვენი კრება ერთდროულად თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქის ცენტრალური უბნების სატრანსპორტო პარალიზებას და რიგი ორგანიზაციების თუ დაწესებულების მუშაობას შეაფერხებს. ეს მნიშვნელოვანია. ბატონებო, ეს არის უმნიშვნელოვანესი კრება, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და ერთი რამეა, აი ამის დამწეს მე ვამბობ, ნუ გეშინიათ. ჩვენ მშვიდობიანად მოვდივართ. ჩვენ კანონს არ დავარღვევთ. ჩვენ ვართ მშვიდობის მოყარე ხალხი, რომელსაც გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი. ამიტომაც კონსტიტუციის დარღვევა არ იქნება, გვეკუთვნის ჩვენ ეს ჩვენი კონსტიტუციით, კანონს ჩვენ არ დავარღვევთ, ოღონდ ჩვენს გავთხილებთ. თქვენ არ დაარღვევთ კანონი და მოიქეცეთ კანონის ფარგლებში. ისე რომ ეს 4 რიცხვამდე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, პირველად საქართველოს ისტორიაში არის ეროვნული კრება. დიდი მადლობა.